საზაფხული იყო. თბილი მზე ანათებდა. მდიდარი სახლების კედელთან იჯდა ობოლი ბავშვი. ხელს უწვდიდა გამლევლებს, თუმცა არავინ ამჩნევდა. როცა მზე ნელ-ნელა იხრებოდა მწვანე მთების უკან, ცივი ქარი ამოვარდა. ბავშვი განკალებდა. ძალიან მცივა. გეთილი მზეო, მხოლოდ შენ მათბობდი. ახლა სად მიდიხარ? ნუ დამტოვებ მარტო, მე არავინ მქარ. ბავშვი ჩუმად ტიროდა. ხალხი თავის გზას აგრძელებდა, მაგრამ არავის ესმოდა მისი ტკბილი. ეს შენთან მოვალ, მზეო. და ბავშვი კედლებს მიყრდნობილი წავიდა და ქალაქიდან გავიდა. ბავშვი მთასთან მივიდა. ასვლა რთული იყო, ყველგან ქვები იყო. ფეხებს ქვების ტკენდა, მაგრამ ის მაინც ადიოდა. დაღამდა, მთა სიბნელემ დაფარა, ცივი ქარი ქროდა. ბავშვი აგრძელებდა გზას. უცებ ძაღლების ყეფა გაიგონა და კაცის ხმა მოესმა. ვინ ხარ, სად მიდიხარ? ორი ბიჭი ვარ, მზესთან ვივდივარ. დაღლილი იქნები, წამოდი ჩემთან. წამოდი შვილო. კეთილმა კაცმა ხელი მოკიდა ბავშვს და თან წაიყვანა. მისი სახლი პატარა ქოღი იყო, ეზოში ცხრები იდნენ, ის მწყემსი იყო. ეს თქვენი ახალი ძმა, სამს ვინც აჭმევს, 400-ს აჭმევს, გიხვარდეთ ერთმანეთი. ჯერ მწყემსის ცოლი მივიდა და დედასავით თბილად მოეფერა. შემდეგ ბავშვები მივიდნენ. გეთილი იყო შენი მოსვლა, ძმაო. შემდეგ ხელანი მაგიდასთან დასხდნენ ბედნიერები და გახარებულები. დედამ საძოლები მომზადა და ხველა გვერდით გვერდ დააწვინა. ბავშვი ძალიან დაღლილი იყო და მალევე ჩაეძინა. სიზმარში ბავშვი იღიმოდა, მას ეგონა რომ მზესთან იყო. უცებ გაეღვიძა და დაინახა რომ თავის ახალ ძმებს ეხუტებოდა და დედის ხელს იჭეშდა. ის მიხვდა რომ მზე სწორედ ამ სახლში იყო. ის უკვე მზის სითბოსა და სიყვარულში ოჯახში იყო.